აღნიშნავ ყველგან, რომ დაახლოებით 50% მოსახლეობის დაახლოებით ღებულობს დაბინძურებულ წყალს. ამის გამო იყო რომ სექტემბერში საბავშვო ბაღების სოფლებში ვერ გაუშვით, ესე იგი ვერ მოხდა მათ ბავშვების მიღება, რადგან დაბინძურებულ წყალს ღებულობდნენ. შემდეგ დააყენეს რაღაცა დროებითი ფილტრები, ისინი ჯება ნამდვილად ვიცი ახლა ბაღებში შემავალი წყალი და ამ დროებით მათ ფილტრებმა გააჩერეს ესე იგი თქმის დაბინძურება თვითონ ბაღი აღარ ღებულობს დაბინძურებულ წყალს, მაგრამ დაბინძურებულია ეს ფასნარადან მომავალი წყალი, დაბინძურებულია ეგრეთ წოდებული საკუდრლის წყალი. გამგეობასაც ჰქონდა მოსული სარეკომენდაციო წერილი, რომ აბრა უნდა ჩამოეკიდა იქ რომ ეს მოსახლეობისთვის ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა ეს და არ გაკეთდა დღემდე. ბავშვო ბაღებისთვის ითვალისწინება სოფლად, სადაც ეს დაბინძურებული წყალი იყო. მოსახლეობა ისევ ამ წყალს ღებულობს. მე ძველ პრემიერს მიმართე და გაუგზავნე ეს ყველაფერი, ესე იგი სექტემბრის თვეში. ახლაც მიმართე რადგან შეხვედრა ვერ მოხდა და ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელ შეხვდი გახარიას, მაგრამ თვითონ პრემიერთან ვერ მოხდა. აი გადაუგზავნე წერილი, საკმაოდ მოცულობითი წერილი, სადაც წყალზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ. ასევე გადავაგზავნე გუბერნიაში კიდევ ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ისევ წყალზე ვამახვილებ ყურადღებას. ეხლა წყალზე მით უმეტეს შეიქმნა დიდი პრობლემა. არა მარტო ხარისხის მხრივ, მიწოდების მხრივ, იმიტომ რომ თანამშრომლები, ესე იგი 15 სადგურზე, რომელსაც ფლობს ქონება არის ჯორჯიან მანგანეზის, ასე იგი თანამშრომლები აღარ ყავს. 5 თებერვალს გაერთიანებულ წყალმომარაგებამ შრომითი ხელშეკრულება შეუწყვეტა იმ თანამშრომლებს, რომლებიც აი ამ ჯორჯიან მანგანეზის ქონებაში მუშაობდნენ და პრაქტიკულად ავტომატურად უნდა მოუხდარიყო ამ თანამშრომლების აყვანა ჯორჯიან მანგანეზის მიერ, ეს არ მოხდა, ამიტომ უპატრონოდ არის მიტოვებული ეს სატუმბის სადგურები 14,000 ოჯახს ჯერ დიდი შეფერხებით მიეწოდება, პრაქტიკულად აღარ მიეწოდება წყალი, სოფლის მოსახლეობაზე ვლაპარაკობ. ამის შესახებ საქმის კურსი ჩავაყენე გუბერნია და ჩავაყენე დავრობაც. ძარცვა დაიწყო როგორც მითხრეს ამ სატუმბის სადგურების და წყალმომარაგების კომპანიაში გასწორდა თუ რამე შემოდიოდა წყალი აქ ქალაქის ტერიტორიაზე, ეს უზრუნველყოფილია ეს შეფთავება, მაგრამ სოფელი კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან არ ყავს პატრონი და არ ყავს პასუხისმგებელი პირი, თუმცა ახლა შეიქმნა რაღაც ეს კომპანია შექმნა ჯორჯიან მანგანეზმა, მაგრამ რამდენად ფუნქციონირებს და ანუ ჯორჯიან მანგანეზმა უნდა მიაქციოს ათი ყურადღება ამას, ანუ არ ვიცი, ჯერჯერობით არაფერი როგორც ვიცი, რაიმე ღონისძიება გატარებული არ არის.